ყველას. ეს არის მესხი ვლოგი, ჩემი YouTube არხი, მე კი ვარ თამუნა და გეპატიჟებით ახალ ვიდეო ვლოგში, სადაც თქვენ დაგხვდებათ ძალიან ბევრი დასრულებული ნივთი. ძალიან ბევრი ამ შემთხვევაში არის 3 დასრულებული ნივთი. პატარა პრობლემა, რაც ხელთან მიმართებით შემექმნა, კონკრეტულად მარჯვენა ხელთან მიმართებით და ასევე გაგიზიარებთ ახალ დაწყებულ პროექტებს, რომელიც დავიწყე წინა ვიდეოდან მოყოლებული და რაღაც განვითარებებს უკვე გადიან, ასე რომ ვფიქრობ ძალიან საინტერესო იქნება თქვენთვის ეს ვიდეო ვლოგი, ასე რომ დარჩით ჩემთან. გამოიწერეთ არხი, რომ არ გამოტოვოთ შემდეგი ვიდეოები, ახლა კი ვიწყებთ ახალ ვიდეო ვლოგს. The sun is shining bright like a colorful aurora. It paints the world in hues of orange and white and more. I'm gonna start packing my bag. I'm leaving all worries behind. Let's go. I need to get my own summer style back. The breeze is playing soft through the palm trees loft. Seen it whisper secrets of each land. The sound of the waves lapping on the beach is like a pleasant melody. Soothe my heart's troubles. Windows down with the wind in my hair. I feel so free. Oh, it's the smell of summer. My summer trip. Take me away, all worries to a place where my heart can play. Under the stars, by the ocean shore, by the vast grasslands. Oh, it's the smell of summer. I find a hidden cove where the dolphins rove. I watch them dance in the ocean's cove. I build a sandcastle high. I touch the summer sky. I sit around a fire, share stories that will never tire. I found the feeling of summer. I fell in love with the feeling of summer. The breeze is playing soft through the palm trees loft. Sing it whispers secrets of each land. The sound of the waves lapping on the beach is like a pleasant melody. Soothe my heart's troubles. Windows down with the wind in my hair. I feel so free. Oh, it's the smell of summer. My summer trip. Take me away, all worries to a place where my heart can play. Under the stars, by the ocean shore, by the vast grasslands. Oh, it's the smell of summer. დღეს გაკვეთილი გამიზდინა მოსწავლე, ასე რომ მაქვს თავისუფალი დრო. მოგსოვე იაპონური მხარი მოკლედ იღლიის ჭრილამდე. ამ ყველაფერს ვაფორმებ, ესე რომ ვთქვათ. წვენით, საინტერესო ვიდეოთი და ვგსოვ ესეც სილამაზეს პლუს ამას გავაკეთე სქემა, რომელსაც ახლა გაგიზიარებთ, როგორ გამოიყურება. აი ეს არის სქემა, რომლით მიხედვითაც ვგსოვ აი ამ ყველაფერს, გუშინ საკმაოდ დიდი დრო დავუთმე სქემის გაკეთებას და ახლა უკვე მაქვს. ასე რომ ძალიან საინტერესო პროექტია, ძალიან მომწონს ამის გსოვა. ეს არის თითო პირველი გორგალი მოხერი და პირველი გორგალი შალი. და ჯერჯერობით რაოდენობა არის 25 გრამიანია და 100 გრამიანი. და ეხლა უკვე დავაპაუზებ ამ დეტალის ქსოვას, რადგან უნდა გადავიდე მხრების ამოყვანაზე და წინა ნაწილის ქსოვაზე, რომ წინა ნაწილიც ჩავიყვანო ზუსტად აი ამ ეტაპამდე.
მერე გავაერთიანო და მოვქსოვო სიგრძე და მერე მკლავები, მოკლედ ძალიან ბევრი საქმეა წინ, თუმცა უზომოდ მომწონს პროცესი, უზომოდ დიდ სიამოვნებას მანიჭებს, უზომოდ მომწონს ფერი, სამწუხაროდ არ გადმოიცემა კადრი კარგად. ცოტა ღრუბლიანი ამინდი გვაქვს და ხარისხიანი კადრები არ გამოდის, თუმცა იმედი მაქვს ეს ხელს არ შეგვიშლის ზოგადად ამ ვიდეოს ყურებაში. ძილის პირველი ჩართვა უკვე არის პირველი საათი და 23 წუთი, თუმცა თუ გახსოვთ წინა ვიდეოში გაჩვენეთ აი ესეთი ჟაკეტი დეტალები, რომელიც მაქვს მოქსოვილი გაზალის ესეთი ფუმფულა ძაფით, მოკლედ წინა და უკანა დეტალები ყველაფერი მაქვს მზად, გადატანილი მაქვს ლესკაზე, აქ არის დახარჯული 4 ცალი გორგალი ძაფი, ჯამში მქონდა 7 და მოკლედ რეზინები აკლია ამას მხოლოდ, რეზინები და საყელო. მოკლედ ფერი აი ეხლა გადმოიცემა სწორად, არ დავიზარე და მოვქსოვე მკლავები. თითო გორგალი არის გახარჯული, არ ვიცი მეტრაჟში აშკარად სხვაობა იყო, იმიტომ რომ აქ მეყო ძაფი იმ დონემდე რომ მომექსოვა მოკლე რიგები და აქ არ მეყო. შესაბამისად ეს უკვე მზად არის რომ ჩავაკერო, იქ 3 რიგი მაქვს მოსაქსოვი კიდევ, რომ მივაკერო უშუალოდ იღლის ჭრილში. ეხლა ძალიან წვრილი ჩანს მაჯისარე, მაგრამ ეს ძაფი ვიცი მუშაობაში როგორიც არის და ვიცი როგორ გაიწელება. შესაბამისად არ გავაკეთე ძალიან განიერი და ძალიან დიდი ზომა. მოვქსოვე მთლიანად ერთი გორგალი და ერთი გორგალი დამრჩა იმისთვის რომ მოვქსოვო საყელო, გავაკეთო ნაკერები და რაც დამრჩება, მოკლედ აი იმის მერე რაც 3 რიგს აი აქ მოვქსოვ მოკლე რიგებს, რაც დამრჩება მთლიანად გამოვიყენო იმისთვის რომ დავხურო აქ რეზინები. ასევე მოკლედ აი აქ ამ ნივთში მაქვს რა ლამაზი კომბინაციაა. ამ ნივთში მაქვს უკვე საკმარისი ნამატები გაკეთებული იმისთვის რომ გადავიდე წინა ნაწილის ქსოვაზე, თუმცა ეხლა დღეს რატომღაც დამეზარა აი ამის გაწყვეტა, ახალი გორგალის მიერთება და დაწყება. დიდი ალბათობით ახალ გორგალს არ მივაერთებ, აი ეს კომბინაცია წინა ნაწილს ერთ მხარეს მაინც მომიქსოვს და მეორეზე უკვე მივაერთებ ახალს და გავაერთიანებ წრეზე და წავალ წრეზე. ჯერ კიდე ეჭვი მაქვს იქნება ეს ელვაზე შესაკრავი საყელოთი ჯემპრი თუ კარდიგანი, თუმცა ვფიქრობ რომ ეს იყოს კარდიგანი და უბრალოდ სხვა ფერის ძაფით მოვიქსოვ ჯემპრს. და ასე რომ ცოტა ხანი დაპაუზებულია. პლუს ამას ხელზე მაქვს პრობლემა, ანუ აი ამ ცერათიც ფიზიკურად ვერ ვშლი, ანუ არსად აი ეს კუნთს თუ ხედავთ, ანუ არ მემორჩილება, ფიქსატორი მეკეთა, თუმცა ფიქსატორი ცოტა არ იყოს, ანუ სიცხეში ჩამეხარშასავით კანი და პატარა დასიწყული წყლულებივით გამიჩნდა, რაც საერთოდ არ მაკმაყოფილებს და მოვიხსენი და მივხვდი რომ უბრალოდ ჩხირებით ქსოვაში არ მაწუხებს ეს თითი, ყაიზნაღით ვერ ვქსოვ, რადგან ძალიან ანუ დისკომფორტს მიქმნის, ძალას ვერ ვატან ყაიზნაღს. ასე რომ სავარაუდოდ მომიწევს ექიმთან მისვლა, რომ რაიმე ვუშველოთ ამ მომენტს. მოკლედ თუ დააკვირდებით ფერები რა დონეზე იცვლება, კადრში როდესაც მხოლოდ ეს ორი ფერია, ანუ ულამაზეს კომბინაციას ქმნის, ცოტა რომ გავწევრო იატაკის ფერიც ჩანს, ეგრევე ცივი ფერი აქვს ამ ყველაფერს. მოკლედ, აგერ მაქვს ჩემი ჩანთის დეტალი, რომელსაც შესაბამისად ვერ ვქსოვ, რადგან ყაიზნაღით არის. და აი ეს არის ბოლო გორგალი, რაც დამრჩა. აი ესე. გაზალ მერლინ მერინო. ეს არის 50 გრამი, 88 მეტრი.
და აქ გვაქვს 59% პოლიამიდი და 51% ავსტრალიური მირინოსის შალი. მოკლედ, ეს ერთი გორგალი ხვალე წამოვა ჩემთან ერთად სამსახურში და ხვალე დავამთავრებ ამ ჩემს ჟაკეტს, რომელიც ძალიან ესეთი ფუმფულა გამოდის, თუმცა სეზონი ამისი დიდი ხანია უკვე აღარ არის. ასევე ძალიან დიდი სურვილი მაქვს, რომ აი ეს კარდიგანი დავამთავრო, მაგრამ აქ არის ესეთი წვრილი ჩხირები, რომელიც ჯერჯერობით ამ ხელისთვის არც თუ ისე კომფორტულია. შესაბამისად, იქნება დაპაუზებული. ბარემ გაჩვენებთ უცებ შენაძენ ძაფს და მე ერთ-ერთ კადრში უბრალოდ დეტალურად გაგიზიარებთ რა არის და რისთვის არის. ეს არის 2 ცალი ბაბინა პოლიამიდზე მოხერის. ერთი არის ესეთი თეთრი, რაღაცნაირი რეალურად უფრო ძისფერი, აი ესე. და მეორე არის იგივე ვარიანტი, უბრალოდ ბეჟი მონაცრისფრო. აი ესეთი. ეს ბეჟი მონაცრისფრო ძალიან რეალურად ეხლა ძალიან კონტრასტულია, მაგრამ აი არ ვიცი როგორ გაჩვენოთ. ერთმანეთს ძალიან უხდება. და ვფიქრობ, რომ ნელა-ნელა უნდა მოვემზადო იმისთვის, რომ აი ამ ძაფით გაჩვენებთ ახლა ნიმუშს და მიხვდებით, რას გულისხმობ. აი ეს ნიმუში. ეს ნიმუში არის მოქსოვილი ჩემი ჯემპრისთვის, რომელიც არის ხმანქანაში სრულიად შემთხვევით მოხდა, გაირეცხა იქ და დაპატარავდა და ფიქრობ, რომ თავიდან ურიგო არ იქნება თავიდან მოქსოვა აი ამ ჯემპრის, მით უმეტეს რომ თავიდან ბოლომდე მაქვს აბსოლუტურად ყველა გამოთვლები, ყველა ტუთორიალი, ყველა დეტალის ვიდეო მაქვს გადაღებული რა და როგორ გავაკეთე ინსტაგრამის დახურულ ჯგუფში, სადაც აი ამ ჯემპრს ვქსოვდით. და იგივე უზორით აქ მაქვს დაწყებული ეს მალინისფერი, რომელიც ადრე თუ გვიან უნდა დასრულდეს. ახლა უკვე დავიძინებ, რადგან ხვალდაზე გვმუშაობ. შუალედურ ჩართვას გადავიღებ ახლა. მოკლედ ამ ეტაპისთვის უკვე დამთავრებული მაქვს 2 ნივთი. ერთი არის თავშალი, რომელიც წინა ვიდეოში მე თქვენ გაგიზიარებთ თეთრი და სანამ ამ თავშალზე ვსაუბრობ, ჩავრთავ ვიდეოებს და ფოტომასალას რაც მაქვს. სამსახურში მივიტანე და მოკლედ ძალიან დიდი კომპლიმენტები დაიმსახურა ამ მოდელმა. მართლა ძალიან ლამაზი გამოვიდა, თუმცა ვერ ვიტყვი, რომ მე აზრი შემეცვალა და ეხლა კმაყოფილი ვარ ამ ნივთით. სამწუხაროდ არა, ანუ ის ენერგია, რაც ამ თავშალის ქსოვას მოვანდომე, იმდენად დიდი იყო, რომ ახლა ეს კომპლიმენტები სამწუხაროდ არ მივსებს დახარჯულ ენერგიას. შესაბამისად, მეორედ აიჭვი მეპარება, როდესმე გავიმეორო. ყველაზე რთული ამ ნივთში ზუსტად იყო სამკუთხედად ქცევა ამ ფორმის. ვიდეოში, წინა ვიდეოში გაჩვენეთ 3 სხვადასხვა კუთხე როგორ იყო შესრულებული. საბოლოო ჯამში იქიდან 2 მოირღვა და დარჩა მხოლოდ ქვედა შუა კუთხის უზორი და გვერდზე ფილეს უზორით შევქმენი სამკუთხედის ფორმა. საკმაოდ რთული აღმოჩნდა სამუშაოდ და სამწუხაროდ სანამ მუშაობას დავიწყებდი, თანხა გავაჟღერე საკმაოდ ცოტა, ვიდრე ამ შრომას ჭირდებოდა და ცოტა არ იყო სამხრევ გული დამწყდა იქიდან გამომდინარე, რომ ჩემი შრომა, ჩემი ენერგია
არ ანაზღაურდა ისე როგორც უნდა ანაზღაურებულიყო და ეს არანაირად არ არის დამკვეთის ბრალი, ეს არის ჩემი ბრალი, რომ არასწორად შევაფასე ჩემი შრომა და ჩემი ენერგია. თუმცა საკმაოდ დიდი გამოცდილება მივიღე და კიდევ ერთხელ დავწმუნდი იმაში, რომ რაც არ უნდა რთული დიზაინი, რთული მოდელი შემხვდეს, მაინც ყველაფერს გავუმკლავდები და ყველაფერს მოვახერხებ. ძალიან ნაცრისფერი და ბეჟი ვარ და აი აქ ცოტა ცისფერს დავიმატებ. აი ესე რომ რაღაცა ეს არანაირად არ იყო დამკვეთის ბრალი, ეს იყო ჩემი შეცდომა, რომ არასწორი ღირებულება გავაჟღერე, თუმცა მერე უკვე პოსტფაქტუმ თანხის გაზრდა არ იქნებოდა სწორი საქციელი, შესაბამისად ეგრე აღარ მოვიქეცი და აღარაფერი აღარ მithქვამს. დამჭირდა იმაზე მეტი ძაფი, ვიდრე მეგონა ყველაფერთან ერთად, ესეც მინუსი იმისა, რომ ღირებულებაში რეალურად შრომის ღირებულებაში დამაკლდა თანხა. თუმცა ყველაფერი არის გამოცდილება და ეს გამოცდილებები რო არა, რაღაცებს ვერ ვისწავლიდი. შესაბამისად, არაფერი პრობლემა არ არის. დღეს თავი დავიბანე, გავიმშრალე, გავისწორე, მერე გარეთ გავედი, ნოტიო ჰავა იყო და ვითომ არც არაფერი არ მიქნია, ისევ აფუვდა. შემდეგი, რადნივთიც უკვე დავასრულე, ეს არის მაიკა, აბრეშუმი და ბამბის ძაფით, რომელიც არის სიახლე სესია კიოტო ტრისკელეს მაღაზიაში და ამის ფოტოებსაც და ვიდეოებსაც გაგიზიარებთ. დასრულებული ნივთი ჯამში იწონის 180 გრამს იწონის, თუ 180-185 გრამს იწონის დასრულებული ნივთი. გამოვიდა ძალიან ლამაზი, ძალიან მომწონს იდეა კაბისთვისაც, რომ გრძელი საზაფხულო კაბა საცურაო კოსტუმზე გადასაცმელი და თუ დაინტერესდებით, დიდი სიამოვნებით გავაკეთებდი YouTube-ზე უფასო მასტერკლასს. ოღონდ იმ შემთხვევაში, თუ ინტერესი იქნება კომენტარებში დაფიქსირებული და ეს არ იქნება 1 და 2 კომენტარი. ამ შემთხვევაში გავაკეთებ ვიდეოს უფასოს, როგორ მოვხსოვე ეს მაიკა, რა ნიუანსებია, მოკლე რიგებით როგორ მოვახერხე საყელოს გაკეთება და მერე როგორ გავაკეთე ის, რომ დაირღვა თვლები და იმაზე მეტი არ დაირღვა, ვიდრე მჭირდებოდა. მოკლედ. 2 დასრულებული ნივთი და განვითარება მაქვს, ესე იგი, ამ ცისფერ ჟაკეტზე, მკლავები მაქვს მოქსოვილი, რაც წინა კადრებში უკვე გაგიზიარეთ. ვარდისფერ ნივთზე მაქვს განვითარება იღლის ჭრილამდე ჩავედი და ნელა-ნელა რომ მოვიცლი გადავალ წინა ნაწილის ქსოვაზე. ანუ ესეთი საკმაოდ ისეთ კარგი განვითარებები მაქვს იმის ფონზე, რომ თითქმის 2 დღე საერთოდ არ მიქსოვია, ხელი მქონდა დაფიქსირებული და ამასაც კი ვერ ვაკეთებ. ანუ ამ ხელით ვაკეთებ, ამ ხელით ვერ ვაკეთებ, იმიტომ რომ არ მემორჩილება. ეს დიდი ალბათობით პანამების ქსოვის დროს კუნთი დამეჭიმა, რადგან ძალიან ბევრი პანამა მოვხსოვე საკმაოდ მოკლე დროში. ანუ ერთ დღეში 2 პანამას ვხსოვდი და არა და ეგეთი საჩქაროც არ იყო ნამდვილად. ეს უკვე ჩემი გიჟობები. სხვა ისეთი, რაც შეეხება ქსოვას, მაქვს იდეა ძალიან ისეთი შთამაგონებელი, რომელიცაც დღეს მთელი დღეა თავს ვიკავებ, რომ თავქუდმოგლეჯილი არ ვეცე ამ ძაფებს და არ დავიწყო ქსოვა. თუმცა, როგორც კი ჟაკეტს, აი ამ ჟაკეტს მოვრჩები, პირველი რასაც დავიწყებ, იქნება ზუსტად ის ნივთი, რაც გონებაში მაქვს დღეს მთელი დღეა. ვფიქრობდი, რომელი ძაფით გამეკეთებინა, ვფიქრობდი მეყიდა ძაფი და გამახსენდა, რომ ძალიან კარგი. ბამბის ძაფი მაქვს 400 გრამი. ულამაზესი რაღაცნაირი ბეჟის მელანჟი და ჩავრთავ პატარა კადრს ამის მერე, ამ მონოლოგის მერე რა ძაფზე მაქვს საუბარი.
ანუ ძაფი არის სქელი 100% ბამბა, ზუსტად ისეთი, როგორ ის მჭირდება, რომ გარეცხვის მერე ესეთი მკვრივი მასა გამოვიდეს და წესით 200 გრამი უნდა იყოს საკმარისი იმ ნივთისთვის, რისი მოგზაურაც მინდა. უკაცრავად, მაგრამ უკვე ძალიან გვიანია და მეძინება. მაგრამ ფიზიკურად სხვა მომენტი ამ კადრის გადასაღებად არ მექნება. ნივთი არის ჟილეტი, რომელიც ბოლო პერიოდში გახდა ძალიან პოპულარული, დაახლოებით ბოლო 2 წელია და ქსოვის ინდუსტრიაში საკმაოდ აქტიურად შემოიჭრა. ეს არის ვესტი, ანუ ვ-ფორმის ჟილეტი წინ ღილებით და ქვემოთ სამკუთხედი ჭრილებით ორივე მხარეს. ეს არის თუ სწორად ხსნი პიჯაკისა სამეულის შემადგენელი ნაწილი, ანუ კოსტუმი, პიჯაკი, შარვალი და ჟილეტი და მოკლედ ეს ჟილეტები დამოუკიდებელ სამოსად ძალიან მომწონს. მაქვს ერთი ძალი, რომელიც აღარ მეტევა და დიდი სიამოვნებით მოვიქსოვდი აი ამ ფერში, რაიმე ოქროსფერი ლამაზი ღილებით და ღილების ასორტიმენტი საკმაოდ დიდი მაქვს. ბარემ ხوار გაჩვენოთ, რა ძაფსია საუბარი. არა, ბოლო კადრად, იმიტომ რომ ეხლა თუ ავდექი, აღარ დავждები გასაგრძელებულად. მოკლედ ესეთი ჟილეტი უნდა მოგხსოვოთ ჭხირებით, ზემოდან ქვემოთ, ნუ რა თქმა უნდა. ფიქრობ, რომ საყელოს ჭრილს გავაკეთებ აი კორდით და იმიტომ რომ წინა ნაწილი მთლიანად უნდა გაფორმდეს აი კორდით. მოკლედ, როგორც კი აი ამ კარდიგანს დავასრულებ. როგორც კი აი ამ კარდიგანს მოვრჩები, რომელიც ძალიან მომწონს. ეს არის აი ესე. ეს არის აი ესე. ხოლო წინ არის აი ესე. წინ, ანუ მას შემდეგ რაც ნაკერებს გავაკეთებ, ანუ მხრის ნაკერებს, ყველაზე მცირე აი ეს ნაკერი მაქვს ხვალე გასაკეთებელი, აი აქ ჩასაკერია. შევძლებ უკვე რომ კლავი ჩავსვა და შევძლებ რომ საყელო მოგხსოვო. ხოლო საყელოს მოგხსოვის შემდგომ შევძლებ ქვემოთ რეზინი მოვხსოვო. სამივე დეტალზე ცალ-ცალკე ვფიქრობ რეზინის მოგხსოვას და მერე კლავიდან წამოსული აი ამას მთლიანად ჩავკერავ ერთი ნაკერით ორივე მხარეს, ანუ მანამდე ესე იგი ვკერავ ჯერ მარტო მხარს, ორივე მხარს, ვქსოვ საყელოს, მერე ვსვავ კლავს და მეორეს, ვქსოვ ქვემოთ რეზინს, ცალ-ცალკე ყველა დეტალზე და მერე აქედან ვიწყებ და ერთიანი ნაკერით ვასრულებ თვითონ ნივთს. წესით არაფერი რთული დროში გაწელილი არ არის, შესაბამისად მგონია რომ ხვალ ამ ყველაფერს სამსახურში ყველაფრის პარალელურად მოვახერხებ და დაახლოებით 1 საათს გამოვნახავ, რომ ეს ყველა ნაკერი გავაკეთო და დავასრულებ აი ამ ნივთის ქსოვას, თან დილითაც რა თქმა უნდა. ადრე ვდგები და შესაძლებლობა მექნება რომ რაღაცა დეტალები სახლში გავაკეთო, ან უბრალოდ სამსახურში მივიდე ადრე. რაც ცოტა ეჭვმეპარება რომ ეგრე იქნება, იმიტომ რომ მე ვარ კოლექტივში ზუსტად ის, რომელიც ყოველთვის აგვიანებს. და მოკლედ ხვალე ეს ჟაკეტი დასრულდება და გამოვა რომ ამ ვიდეოში სულ მცირე 3 დასრულებულ ნივთს გაგიზიარებთ. ესე იგი ეს იქნება მესამე. ახლა ნამდვილად უკვე წავედი, დავიძინო, დავისვენო, ხვალ ზეგ სამსახურში თან მოსწავლეები მყავს, ხო და გონება უნდა იყოს დასვენებული, რომ კარგად იმუშაოს. ასე რომ წავედი. თქვენ კი გააგზავნეთ.
ვგსოვ აქტიურად აი ამ ჟაკეტს, მინდა გაგიზიაროთ რა ეტაპზე ვარ ახლა, მოკლედ გადმოვაბრუნებ რომ გაჩვენოთ ესე იგი უკანა ზურგი, ესე რომ თქვა მთლიანად მოვგსოვე, იღლის ჭრილამდე, ამოვიყვანე თვლები მხრებისთვის ორივე მხარეს და მოვგსოვე უკვე ერთი მხარე გავაერთიანე, მეორე მხარეზე რამდენიმე თვალის დამატება გადამრჩა, აი აქ სულ რაღაც 2 თვალის, 4, კი, 2 თვალის დამატება დამრჩა აქ, რომ მე იღლის ჭრილში გავაკეთო ნამატები. წინა მხარეს ესე იგი მოვიფიქრე, რომ მინდა იყოს არა სამკუთხედი საყელო, არამედ მრგვალი და მრგვალი საყელოს შემთხვევაში, აი ესე. პლანკა იქნება ესე იგი ჰორიზონტალური და არ გავაკეთებ ვერტიკალურ პლანკას, გავაკეთებ ჰორიზონტალურს. ჰორიზონტალურის შემთხვევაში ხელს ძალიან ვამოძრავებ, მაგრამ სხვანაირად ფიზიკურად არ შემიძლია გადაღება. ჰორიზონტალური პლანკის შემთხვევაში ვფიქრობ, რომ გავაკეთებ ერთ-ერთზე ისევე როგორც საყელოს და ისევე როგორც ყველა რეზინს და მოკლედ ესე გამოიყურება ახლა. ამ ეტაპზე დამთავრდა ერთი გორგალი მოხერი 25 გრამის 227 მეტრია 1,25 გრამიან გორგალში, ხოლო თვითონ ძირითადი ძაფი ნაკოფურვული, სადაც ერთი წამით ეტიკეტს ჩავხედავ ზუსტად რომ არ შემეშალოს. გვაქვს ერთი წამით 220 მეტრი 100 გრამზე რეალურად ეს დარჩა პირველი გორგალიდან და პირველი გორგალით შევძელი ზურგის და მხოლოდ ერთი მხარის მოგსოვა და მეორე უკვე სრულად მოვგსოვე მეორე გორგალით. ანუ 220 მეტრი სულ რაღაც 17 მეტრია სხვაობა. ეჭვმეპარება რომ აი აქ 17 მეტრზე მეტი არ წასულიყო და მოხერი დამთავრდა ეხლა. ცოტა ვერ ვხვდები, ანუ აი ამ გადაანგარიშებას, რანაირად მოხდა ისე რომ მოხერი ამდენს ეყო და ეს არა. მოკლედ, რას ვიზამთ, სიტუაცია გვაქვს ესეთი. ერთი გორგალი მოხერით მოვგსოვე ჩავთვალოთ მთლიანი დეტალი იღლის ჭრილამდე წინაც და უკანაც. შესაბამისად ვფიქრობ, რომ მოხერი მეყოფა 4 გორგალი თავიდან ბოლომდე და 5 ცალი მაქვს, ეს არის მეორე უკვე. კიდევ ამის გარდა მაქვს 3 ცალი. დღეს მაღაზიებში ვათვალიერებდი, ვფიქრობდი დავიმატოთქო, მაგრამ 2 მაღაზიაში ვიყავი და იქ არ იყო და პეკინის 17 ნომერში მდებარე მაღაზიაში ვფიქრობ, რომ შევიარო პლუს ამას იქ ქოქოსის ღილები მაქვს ნანახი და მინდა ის ქოქოსის ღილები შევიძინო, ვფიქრობ იქ დავიმატებ ესეთივე ფერს, ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ პარტია არ იქნება იმდენად განსხვავებული, რომ ფერის სხვაობა შესამჩნევი იყოს. მოკლედ, ესეთია ჩემი განვითარება ამ ნივთზე. ეხლა ეს გვერდზე გადავდოთ, ამას გავაგრძელებ ბედნიერად ამის ქსოვას და მინდა გაგიზიაროთ მეორე ნივთი, რომელსაც ვგსოვ, აი ესეთი ძაფით, ეს არის ინჩი კოტონი, სადაც ჩვენ გვაქვს 250 მეტრი 100 გრამში, 80% ბამბა და 20% სხვა ძაფები და აი აქ დევს ჩემი პროექტი. ცალი ხელით იმედი მაქვს გამომივა, ეხლა რასაც ვაკეთებ. აი, ასე გამოიყურება, მოკლედ ეს ჩემი პროექტი. ეს არის რეალურად, რო ვთქვათ, ეს არის ერთი დღის შედეგი და ერთი 100 გრამიანი გორგალის შედეგი. არ ვიცი, რამდენად იკითხება ეხლა აქ ჩემი ჩანაფიქრი, რაც მქონდა ამ ნივთის ქსოვისას, მაგრამ ვფიქრობ, რომ მომიწევს დარღვევა, რადგან პატარა ნიუანსი მაქვს აქ გაკეთებული, რაც არ მომწონს და ვფიქრობ, რომ მინდა გამოსწორება, მაგრამ ძაფი იმდენი მაქვს, რომ შეიძლება ეს არ გამოვასწორო, უბრალოდ დავამთავრო, როგორიც გამოვა, გადავიანგარიშო, რომ შემდეგი გავაკეთო. მოკლედ, აქ წინა მხარეზე სრულად მაქვს გაკეთებული ყველა ნამატი, ასევე გაკეთებული მაქვს
ზურგის მხარეც დასრულებულია, ანუ გავუთანაბრე ზურგის მხარეს, გავაკეთე წინა მხარეს ყველა საჭირო ნამატი და დამრჩა მეორე მხარე მოსაქსოვი. ეს იქნება ჟილეტი, რომელიც აი ეგ წინა მხრიდან პეტარა ღილებით შეიკვრება და იქნება ძალიან ბევრი ღილი ზედ. და შეცდომა არ არის, უბრალოდ დეტალი გავაკეთე, რომელიც ეხლა ვფიქრობ, რომ არ იყო საჭირო. ეს არის აიქორდი, აი აქ. ვფიქრობ, რომ დიდი საჭიროება ამ აიქორდის არ იყო, რადგან აქ არ მაქვს გაკეთებული აიქორდი და მაინც მშვენივრად გამოიყურება. და ტყუილა უბრალოდ გავამკვრივე ეს ადგილი, რომ ეხლა საერთოდ აღარ ეწელება ამას თუ პატარა ელასტიურობა, მაინც არა, არც ეს არ აქვს ელასტიურობა. უბრალოდ ეხლა აი აქ ეს აიქორდი იღლიაში თვლებს რომ ამოვიყვან პადრეზისთვის, იქაც უნდა ამოვიყვანო ეს აიქორდით გადავხურო ეს თვლები. ან აიქორდი უნდა მოვქსოვო. და მე ამოვიყვანო უკვე ღია თვლები. და შესაბამისად მეორე მხარესაც იგივე მაქვს გასაკეთებელი, აქ ერთი მხარეზე უკვე აიქორდი არის ქსოვის მომენტშია გაკეთებული, თვლებს რომ ამოვიყვან და მოვქსოვ ზუსტად იდენტურ დეტალს, იქაც გასაკეთებელი მექნება. ძალიან სწრაფად იქსოვება, მაგრამ ძალიან გამიტაცა აი ამ ნივთის ქსოვამ. შესაბამისად დავაპაუზე ეს ნივთი და ფერი საერთოდ არ გადმოიცემა, თუმცა მოკლედ ესეთი კადრში ვერ ვაკონტროლებ, რას ვახვედრებ, მაგრამ აი ესე გამოიყურება თავიდან ეს გორგალი, არ არის დიდი, ვერ ვიტყვი რომ რაღაცა დიდი გორგალია, უბრალოდ 230 მეტრი თუ 250 მეტრი, აშკარად ძალიან კარგ შედეგს იძლევა. ვქსოვ 4 ნახევარზე და ვფიქრობ, რომ ორი გორგალი კიდე მაქვს და ის ორი გორგალი მოვქსოვ იმ ორ გორგალს 5 მმ ჩხირზე ან 5 მმ კუბიკ ჩხირზე, რომელიც არის 4.75, რაღაცა ესე, პლუს ყველაფერთან ერთად, ამის გარდა აქ ჩემს ჩანთაში მაქვს იგივე ძაფი, აი ესეთი ლამაზი ვარდისფერი, წესით ესეც ორი ცალი მაქვს. აქ ყველგან ჩემი კატის ბეწვებია. აი, მეორეც მაქვს ორი ცალი. და თუ ეს ორი ცალი ყოფნის ესეთ ჟილეტს, იმითაც რა თქმა უნდა ეგეთივე ჟილეტს მოვიქსო. პლუს ამას მექნება შესაძლებლობა, რომ არ მოვიბეზრო ნივთი და ფერი როგორ იცვლება განათებასთან ერთად, არ მოვიბეზრო ეს ნივთი, იმიტომ რომ ახალი უფრო მკვეთრი ფერი უფრო გაახალისებს ქსოვის პროცესს. წესით როგორც მახსოვს, აქ ხელუხლებელია, აქაც 100 გრამია, მაგრამ ვფიქრობ, რადგან ამდენი მოქსოვა ერთმა გორგალმა და აგერ მაქვს ჯერ დაუსრულებელი, ანუ დარწმუნებული ვარ, რომ აქედან დამრჩება კიდევაც. შესაბამისად, ორი ერთნაირი ნივთი მექნება, უბრალოდ სხვადასხვა ფერში. წერ დასკვნით ეტაპს, რომ შევაჯამოთ მთელი ჩემი ერთკვირიანი შრომის შედეგი და ვეცდები, რომ მაქსიმალურად მოკლედ გავაკეთო ეს ყველაფერი, რომ ამ ვიდეოს მონტაჟი დღესვე შევძლო და გამოქვეყნება, იმიტომ რომ დღეს უკვე არის შაბათი. უნდა გამოსულიყო ეს ვიდეო ჯერ კიდე 3 დღის წინ, მაგრამ ფიზიკურად არ იყო შესაძლებლობა, რადგან ბოლო პერიოდი საკმაოდ აქტიურად მომიწია სამსახურში ყოფნა და სახლში მოვდიოდი საღამოს განათება არ ვარ გადი, ძალიან ადრე გავდიოდი სამსახურში, შესაბამისად დილით ვერ ვასწრებდი ვერაფერის გადაღებას. მოკლედ, თავის გამართლებას შევეშვათ და დავიწყოთ შეჯამება. პირველ რიგში გაგიზიარებთ პატარა ნაწყვეტ ვიდეოებს და ფოტოებს დასრულებული თავშალის შესახებ, იმიტომ რომ ნაწყვეტში უკვე ვილაპარაკე ამის შესახებ და მინდა გაჩვენოთ როგორ გამოიყურება, იმიტომ რომ იქ არ ჩამირთავს არანაირი ფოტო და ვიდეო მასალა. თავშალი გამოვიდა ულამაზესი, საბოლოო ჯამში დავარღვიე, სამკუთხედი უნდა გამეკეთებინა და 3-ვე კუთხე მქონდა მოქსოვილი, თუმცა 2 იქიდან დავარღვიე, რადგან მივხვდი რომ საერთოდ სხვა მიმართულებით უნდა მემუშავა და მივიღე ულამაზესი ნივთი. ვთქვი, რომ არასდროს აღარ მოგხსოვ მეთქი ასეთს, იმიტომ რომ საკმაოდ ვიწვალე, ძალიან რთული აღმოჩნდა ჩემთვის ამ ნივთზე მუშაობა, მაგრამ
ნატოს იმდენად მოუხდა ეს ყველაფერი და ფოტოებზე თქვენ ამ ყველაფერს ხედავთ, რომ ანუ ძალიან დიდი სიამოვნებით მოვუხსოვ საჩუქრად იდენტურ თავშალს სხვა ძაფით. ამიტომ არასოდეს თქვათ, რომ რაღაცას არასოდეს არ იზამთ. შეიძლება ისეთი მომენტი შეიქმნას, რომ პირიქით თქვენ იყოთ ინიციატორი ზუსტად იმის გაკეთების, რასაც იძახდით, რომ არასოდეს არ იზამთ. ამ შემთხვევაში ეს არის ჩემი ისტორია, რომ მე ვიყავი ინიციატორი, ძალიან მომინდა, რომ ნატოსთვის ესეთი თავშალი მომექსოვა. როდის ვიზამ არ ვიცი, მაგრამ აუცილებლად ვიზამ. კიოტო ძაფი, რომლითაც მოგხსოვე ლურჯი მაისური, ასევე ჩავრთავ ფოტოებს, საკიდზე როგორ გამოიყურება, ძალიან მომწონს, ულამაზესია, 4 გორგალი წავიდა, გამოვიდა რომ 200 გრამი დაიხარჯა, იდეალური თავშალზე 150 გრამი. გადასარევი 2 ნამუშევარი გამომივიდა, რომ დავასრულე წინა ვიდეოდან მოყოლებული. პლუს ამას, ესე იგი, დავასრულე ესეთი კარდიგანი, რომელიც მოვხსოვე გაზალ მირინო მერლინ მირინოთი, აქ მაქვს ესე იგი 7 გორგალი ძაფი, გამოიყურება ესე არ არის ჯერ გარეცხილი, შესაბამისად ვიზუალური მხარე ცოტა კითხვებს ბადებს, მაგალითად მკლავის სიგანე, ტანის სიგანე, თუმცა ზუსტად ვიცი რომ გარეცხვის შემდეგ ეს ნივთი საკმაოდ კარგად გაიშლება და გარეცხვას შევძლებ მას შემდეგ რაც დავიმატებ ღილებს, იმიტომ რომ აქ როგორც ხედავთ, სულ 2 ცალია, დავიმატებ ღილებს და გავუკეთებ დამატებით 3 ღილს, რის შედეგადაც გავრეცხავ, გავაშრობ, დავბლოკავ, ორთქლში გავატარებ და მაქსიმალურად მივუახლოვებ, კი არა და დავასრულებ. ეხლა ამას მთლად დასრულებული არ ქვია. 7 გორგალიდან დამრჩა დაახლოებით 10 გრამი და გამოვიდა რომ 340 გრამი წავიდა ამ კარდიგანზე. დღიურში ჩავიწერ 350 იქიდან გამომდინარე რომ იმ 10 გრამს აღარაფერში აღარ გამოვიყენებ და უბრალოდ გავუშვებ. მოკლე გზაზე, ესე რომ ვთქვათ, ესეთი ნივთი გამოვიდა. მთლიანად მოვხსოვე 6 მმ ჩხირზე და საყელო გავაფორმე 5 მმ ჩხირით. ძალიან კმაყოფილი ვარ ამ ნივთით. აბსოლუტურად ყველა დეტალი მოიქცევა ცალკე, გარდა საყელოსი. საყელო მივაქსოვე ზედვე, როდესაც გავაკეთე მხრებზე ნაკერები. გავკერე დამატებითი ბამბა აკრილის ძაფით და არა მირინოსის ძაფით, იმიტომ რომ მირინოს ძალიან მარტივად წყდება და არ მინდოდა ისეთი მომენტი მქონოდა, რომ რაღაც მომენტში ეს ნაკერები გაიხსნა, ჩაირღვა და ასე შემდეგ. ესეთია ჩემი მესამე დასრულებული ნივთი, რომლითაც უზომოდ კმაყოფილი ვარ და გადავალ ახლა ჩემს 2 პროექტზე, რომელსაც აქტიურად ვგსოვ. დანარჩენი 4 პროექტი უბრალოდ არის დაპაუზებული, არ ვეხები არანაირად. და მოკლედ პირველი პროექტი, რაც ვთქვი, ჩემ თავს დავპირდი, როგორც კი ამ კარდიგანს მოვრჩები თქო, აუცილებლად დავიწყებ თქო. და დავიწყე, ეს არის ჟილეტი, რომელიც იქსოვება 100% ბამბის ძაფით და დარჩენილი მაქვს მოკლედ მარცხენა მხარეს 1 ნამატიანი რიგი და მე უნდა გავაერთიანო წრეზე და მოვხსოვო სიგრძე. წინ ექნება ოდნავ ეს სამკუთხედი ჭრილები ორივე მხარეს, წვრილი პატარა ღილები და ღილების ნახრუტები მექნება გასაკეთებელი. ეს არის პირველი გორგალი 100 გრამიანი, 250 მეტრია 100 გრამში, 100%, 80%-ია ბამბა და 20% არის დამატებითი ქსოვილები და მაქვს 4 ცალი, მაგრამ ამ ნივთს დაჭირდება ალბათ 2, მეტი არა ნამდვილად. და ამის დასრულების შემდეგ, რომ გავრეცხავ და დავბლოკავ და ვნახავ ჩაცმულ მდგომარეობაში როგორ გამოიყურება, მომწონს, არ მომწონს, რისი შეცვლა შეიძლება, მოვხსოვ კიდევ ერთს ვარდისფერ ფერში და ძაფი მაქვს ამისთვის უკვე ნაწყვეტში გაგიზიარეთ. ესეთია ჩემი პროგრესი, ამ ყველაფერს ვაკეთებ 4 ნახევარ ჩხირზე, Knit Pro Basic-ი, ხის და Mindful-ის ლესკა, რა თქმა უნდა. შემდეგი ეს არის ჩემი იაპონური ხრით დაწყებული კარდიგანი, რომელსაც მრგვალი საყელო ექნება და ერთ-ერთი ეტაპი აი ამ გორგალების დასრულების შემდეგ, რაც გაკეთდება, ანუ პირველი რაც გაკეთდება, ეს იქნება საყელო. მერე დავიწყებ მკლავების ქსოვას და შეიძლება მერე გადავიდე ძირითადი ტანის ქსოვაზე. მოკლედ,
ამ ყველაფრისთვის მაქვს უკვე გაკეთებული სქემა, სადაც ანუ ეს უზორი არის ნაჩვენები დახატული, რომელ რიგში რა ხდება და ასე შემდეგ. ასე რომ ძალიან თავისუფლად შევძლებ იდენტურის გამეორებას, პლუს ამას, რომ ტელეფონი გადახურდა და გაითიშა იმ მომენტში, როდესაც აი ამის სქემაზე ვლაპარაკობდი. ანუ როგორც ნაწყვეტი გაწყდა, ესე იგი, ვამბობდი, რომ მაქვს სქემა, რომლის მიხედვითაც შემიძლია იდენტურის მოქსოვა, ან ცვლილებების შეტანა. შესაბამისად, შესაძლებლობა მექნება, რომ შემოდგომის დასაწყისში გავაკეთო ერთობლივი ქსოვის დახურული ჯგუფი, როგორც უკვე მქონდა ნაწნავებიან ჯემპრთან მიმართებით, სადაც გაგიზიარებთ აბსოლუტურად ყველა დეტალს, როგორ ვქსოვ ესეთ ნივთებს, კონკრეტულად ამ ნივთს, როგორ ვაკეთებ გამოთვლებს, როგორ ვაკეთებ ნიმუშს, როგორ ვქსოვ იაპონურ მხარს, როგორ ამომყავს მხრებისთვის თვლები, როგორ ვქსოვ მკლავს, საყელო პლანკა, ყველაფერს გაგიზიარებთ და ბონუსად ჩემთვის კიდევ ერთი ესეთივე ნივთი მექნება. მოკლედ, მაქვს სურვილი, რომ აი აქ ნაწნავებს შორის ჩავამატო 2 წაღმა თვალი, ანუ მქონდეს 3 უკუღმა, 2 წაღმა, 3 უკუღმა და მერე უზორი და მერე ამ უზორის მერე იგივე მეორდებოდეს 3 უკუღმა, 2 წაღმა, 3 უკუღმა. ეს პირველ რიგში გამიგანიერებს მხარს და მომცემს შესაძლებლობას, რომ უფრო მეტად ოვერსაიზი იყოს ეს ნივთი. მოკლედ, ესეთი ნივთი არის პროცესში, რომელიც უზომოდ მომწონს და ვერ ვწყდები, ვერ ჩერდები, რომ არ ვქსოვო. ყოველი მომდევნო რიგი მაიძულებს, რომ აი ერთი კიდე და აი ამ ტემპში უკვე კი ხედავთ, რამ ხელა მაქვს მოქსოვილი. ასე რომ, ესეთი არის ჩემი პროგრესი ამ ერთი კვირის განმავლობაში, ცოტა მეტი ვიდრე ერთი კვირა. პლუს ამას მომდევნო ვიდეოს გეგმაზეც მინდა რომ 2 სიტყვით გითხრათ, ესე იგი მომდევნო ვიდეო არ იქნება ვლოგი, იქნება ეპიზოდი, შეჯამება 6 თვის განმავლობაში, რაზე ვიმუშავე, რამდენი კილო მოვქსოვე, რა ნივთები დავასრულე და რა ნივთები გამომივიდა საერთოდ მოქსოვილი, ასე რომ თუ ეს ყველაფერი თქვენთვის საინტერესოა, გთხოვთ გამოიწეროთ ეს არხი, კიდევ ერთხელ გახსენოთ, რომ გამოიწეროთ არხი, დამიტოვოთ კომენტარი, რაც YouTube-ის ალგორითმისთვის ნიშნავს, რომ ვიდეო იყო საინტერესო და გაუზიარებს უფრო ფართო მასშტაბში სხვა მომხმარებლებსაც, რომ ნახონ, რომ ესეთი ერთადერთი საწყალი ქართული ბლოგი არსებობს. და იქნებ გამომწერების რაოდენობა გაიზარდოს ცოტათი მაინც, მაგრამ ასევე ყველა თქვენგანს, ვინც ხართ ჩემი გამომწერი, განსაკუთრებულად დიდი მადლობა და განსაკუთრებულად დიდი მადლობა, ვინც არიზარებთ და სისტემატიურად მიტოვებთ კომენტარს, ვერ წარმოიდგენთ როგორ მიხარია და ვერ წარმოიდგენთ რამ ხელა мотиваციას მაძლევს ეს ყველაფერი. ასე რომ გააგრძელეთ ეგრე და მოკლედ გისურვებთ თავისუფალ დროს საყვარელი ჰობისთვის, სიმშვიდეს, იმიტომ რომ თუ არ ვიქნებით შინაგანად მშვიდად ვერაფერი ქსოვისთვის, ხატვისთვის, ვერაფერი მსგავსი ჰობისთვის ვერ მოვიცლით, ასე რომ სიმშვიდე, ბევრი თავისუფალი დრო რომ საყვარელი საქმით იყოთ დაკავებულები. მე კი დაგემშვიდობებით, შევხვდებით ერთმანეთს მომავალ ვიდეოში, ასე რომ გისურვებთ ყველაფერს საუკეთესოს. ნახვამდის.